რა საფრთხეები არის დღეს ყველაზე კრიტიკული საქართველოს მედია გარემოსთვის. ხო, ალბათ ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ, იყო წლები ჩვენ 60-იანებიდან და 70-იანებიდან მოვდივართ და ბევრი რამ გვახსოვს იმ დროს. ალბათ თავი პრობლემა იყო ინფორმაციის გავრცელებაზე ხელმიუწვდომობა და დღეს პირიქით პრობლემა ისაა, რომ ძალიან იული გახდა ადვილად ხელმისაწვდომი ინფორმაციის გავრცელება. ბატონო? აღარ არის ინფორმაცია. ხო, არა, მე იმას არ ვეძახი ახლა. ხო, ფიცებში რო იგრიბებიან ერთმანეთს რო ლაზღობენ, მე იმას ინფორმაციას არ ინფორმაცია იმდენია ნაკადია იწოდა. ძალიან იული გახდა ინფორმაციის გავრცელება და როცა რაღაცა იოლდება, ალბათ პასუხისმგებლობას იკლებს და ეს ინფორმაცია ნელ-ნელა გადაიზარდა დეზინფორმაციაში. იყო დრო ჩვენ სტრიქონებს შორის კითხულობდით და ეხლა ალბათ კითხვა აღარ გვინდა საერთოდ ადამიანებს კითხვას ეზარებათ და მიჩერებიან ეკრანებს დღეს ტელევიზია გახდა წამყვანი ამ ჩვენ სფეროში როცა სადმე იტყვი რომ ჟურნალისტი ვარ პირველი კითხვა არის რომელ ტელევიზიაში მუშაობ ანუ საზოგადოებას ადამიანებს ბეჭდური მედია იგივე ინტერნეტ მედიაც რომელიც ასევე ბეჭდური მედიის მოძმეა არ მიაჩნიათ მედიათ აღარ მიაჩნიათ პრესად აღარ მიაჩნიათ ინფორმაციის გავრცელების საშუალებად ამდენად ჩვენ ეს ადამიანები რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობთ აწმინდა ტელევიზიაში გადასვლა რაღაცნაირად უკანა პლანზე აღმოჩნდით გადასულები და ამით პირველ რიგში თვითონ ტელევიზიებმა იზარალეს რა მაქვს ხედელობაში ადრე ბეჭდურ მედიაში მოდიოდნენ სწავლობდნენ წერას ეუფლებოდნენ პროფესიას ჰქონდათ ახალი კონტაქტები ყავდათ მასწავლებლები იძენდნენ გამოცდილებას და მერე მიდიოდნენ და ტელეჟურნალისტიკაც უფრო მაღალ დონეზე იყო ბევრად ვიდრე დღეს არის ახლა პირდაპირ შეარჩევენ ალბათ გარეგნობით და უქირავებენ მეტყველების მასწავლებლებს და მორჩა ეს ჩამოყალიბებული ჟურნალისტია ყოველ შემთხვევაში საზოგადოების თვალში თორემ ახლა პროდიუსერებს ვიცნობ უამროს რომლებიც თავის ჟურნალისტებს დასცინიან ოვიცობის დასცინიან უპასუხისმგებლობის და დასცინიან უბრალოდ არაპროფესიონალიზმის გამო და ეს არის ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი ამ ქარის რომელიც აი ამ ბოლო 10-12 წელიწადში დადგა მithumetes იმის გათვალისწინებით რომ გაცრავად თვითონ ჟურნალისტის პროფესიას რაც ადრე იყო პრესტიჟული დღეს ძალიან იულად გახდა საგინებელი და როცა ჟურნალისტებს აგინებენ მე მაგალითად კი წითლდები მაგრამ წითლდები ჩემი კოლეგების გამო რა წითლდები იმიტომ რომ მართლები არიან ხოლმე ხშირ შემთხვევაში იმიტომ რომ ეს ყველაფერი ისევ და ისევ ჭორაობას დაემსგავსა როგორც ჟურნალისტების მხრიდან ისე ჭორაობას დაემსგავსა იმ რესპონდენტების მხრიდან რომლებსაც ხშირად თვითონ ეს ჩვენი ჟურნალისტები მიმართავენ ხოლმე მხედველობაში მყავს იგივე დაუშვათ პოლიტიკური ექსპერტები იგივე საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტები განსაკუთრებით მედია ექსპერტები რომელთა ჭალებში ჩამოყალიბებაში პირველ რიგში სააკაშვილმა და განსაკუთრებით ჟვანიამ ითამაშეს ძალიან ნეგატიური როლი ამავე დროს ხამე ისტორიას ყვები შეიძლება რა მაგრამ ეს ყველაფერი არის ის რითაც ხემდე მოვედით და თუ გვინდა რაღაცის გამოსწორება ალბათ ისევ უკან უნდა გავიხედოთ და ჩემთვის დღესდღეობით ყველაზე დიდი პრობლემა არის სოციალური ქსელი სადაც ნებისმიერ შეუძლია თავი ჟურნალისტად წარმოაჩინოს ნებისმიერ შეუძლია ავტობუსში უცნობი მგზავრის მიერ მოსმენილი რაღაც ფრაზა ინფორმაციად გაასაღოს და შემოგთავაზოს როგორც დაუშვათ ნიუსი რომელსაც ხშირ შემთხვევაში შემდეგ თვითონ მედია საშუალებები აიტაცებენ ხოლმე და ესე ვრცელდება ჭორები. ერთ-ერთი პრობლემა ასევე არის აი სწორედ იქ მივდივარ ისე რითაც დავიწყე ხელმისაწვდომობა, მაგრამ ამ შემთხვევაში რა მაქვს ხედელობაში. დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავის სატელევიზიო არხი ჰქონდეს YouTube-ზე. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია 300-400 ლარად საინფორმაციო საიტი გააკეთოს, უბრალოდ შეუკვეთოს, ეს არ არის პრობლემა არანაირი. შემდეგ ამობეჭდოს ფერად პრინტერზე, ლამინირება გაუკეთოს და წავიდეს იგივე მიტინგზე, რაღაც საპროტესტო აქციაზე, ჩამოიკიდოს ეს ბეიჯი და თქვას, რომ მე ჟურნალისტი ვარ და
აგინოს უკანასკნელი სიტყვებით სამართალდამცველებს, ოპონენტებს, ნებისმიერს და შემდეგ იძახოს, რომ აი მე ჟურნალისტი ვარ და მე სიტყვა როგორ შემომიბრუნეთ მე ჩემ პროფესიულ მოვალეობას არ ვიცი ალბათ რაღაცნაირად უნდა მოხერხდეს მე ამაზე ბევრი მიფიქრეა რომ თვითონ ჟურნალისტის პროფესიის თუ ჟურნალისტის აი წარმომადგენლის მედია საერთოდ დეფინიცია მოხდეს რაღაცნაირად განსაზღვრება ვინ არის ჟურნალისტი და ვინ არ არის ჟურნალისტი მე ჟურნალისტი ვარ რომელსაც დაახლოებით 2000-მდე სტატია მაქვს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიება პუბლიცისტური წერილები ზოთქენა შეიძლება წაკითხულიც აქ ეს ყველაფერი და ისიც ჟურნალისტია ვინც რაღაც 3 ან 4 სტატუსი დაწერა სოციალურ ქსელში და შემდეგ გავიდა და ტანის სტატუსის დაწერა და დაბუსტვას რასაც ვეძახით ფული გადაიხადა უბრალოდ რომ ბევრს ენახა და პოპულარული გახდა ეს არის ჩემი აზრით დღეს პრობლემა რომ ძალიან იოლი გახდა ინფორმაციის გავრცელება და რახან იოლი გახდა და ამ გზით შეიძლება პოპულარობის მიღწევა ცნობადი სახე რომ გახდი აი ამის მიღწევა ამ ყოველფრის გამო ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთვა ამაში და 90% რაც ვცილდება ეს არის ჯორები ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენც ვწოდავთ მედია საშუალებები შეიძლება ჩემი საიტი 4G ამ შემთხვევაში ნაკლებად იყოს დაუშვათ კრიტიკის ობიექტი რა, მაგრამ სენსაციური ეგრეთ წოდებული ნიუსები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვრცელდება ხოლმე სოციალური ქსელით, ამას აიტაცებენ ხოლმე მედია საშუალებები და აქვეყნებენ და ნუ ჭალებშია ჩასმული, ბოლოში არის მიწერილი, რომ წერს ესა და ეს პიროვნება სოციალურ ქსელში, მაგრამ ადამიანებს სამწუხაროდ დღეს საზოგადოებას რაც რო გადის უპასუხისმგებლოები ხდებიან უფრო ადამიანები თუ მე მეჩვენება არ ვიცი რა და შემდეგ ხდება ამისი ტირაჟირება, შემდეგ ხდება ამ ყველაფრის პედალირება, ამას რა შედეგები მოსდევს, ნეგატიური შედეგები და მე პოზიტიური შედეგები ჯერ არ გამიგია რომ ჭორაობას მოსდევდეს, ხო? ამას ჩვენ ნელ-ნელა ხვდებით, ნელ-ნელა პირდაპირ გეტყვით გულის დაავადებებმა და ონკოლოგიურმა პრობლემებმა იჩინა თავი კი არა და არ ვიცი ძალიან ბევრია. აი მედიკოსებიც გვეტყვიან ალბათ ამას რა და ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი მიზეზი ის არის რომ არანორმალურ გარემოში ვცხოვრობ და ამ გარემოს შექმნაში ჩვენ ჟურნალისტებს ძალიან დიდი წვლილი მიგვიწვის სამწუხაროდ რა მაგრამ ყველაფერს საკუთარ თავზე ვერ ავიღებთ და არც ავიღებთ და არ შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ ერთი საზოგადოება ვართ და რახან ესეთი იოლი გახდა ზოგადად ინფორმაციის გავრცელება აქ უკვე მარტო ჟურნალისტების ბრალი არ არის აქ უკვე უბრალოდ ჩვეულებრივი იუზერების ბრალია რომლებიც შედიან და ემჭორებს არცელებენ მაგრამ მე მაგალითად 10 წლის წინ საპარლამენტო არჩევნები 2016-ში ვიყავით სამნი ვიყავით მოკლედ გადაცემაში აქედანვე ჟურნალისტი და იქიდან იყვნენ ლადო კახაძე და მიხეილ ყაველაშვილი და მაშინ პირდაპირ ეთერში მოიწხოვე და შემპირდნენ რომ რაც შეიძლება მალე იქნებოდა მიღებული კანონი რომელიც რაღაცნაირად შეზღუდავდა ჭორაობას, შეზღუდავდა ცილისწამებას, შეზღუდავდა fake news-ების გავრცელებას, თუმცა ამას უყოლაფეს სადღაც 7-8 წელიწადი გავიდა ამის და მანამდე ყურადღება მაინც არ მიაქციეს და მე ესე მგონია დღეს ნელ-ნელა ამაზე ვსაუბრობ, დიახ ცილისწამებაზე მიიღეს კანონი, ცილისწამებაზე, თუმცა ამ კანონის აღსრულება არ დაწყებულა რა, მაგრამ არის პირველი ნაბიჯი რა და ნუ მე ხა ისევ და ისევ იმას ვამბობ რა რომ მე ამ ჩვენს ხელობაზე ჟურნალისტიკას ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო და ერთ-ერთი რასაც აუცილებლად ვიტყვი არის ის რომ თუ სრულ ინფორმაციას არ ვფლობ მე არა მარტო სტატიას არ დავწერ, არა მარტო სტატუსს არ დავწერ, ამაზე არც კი ვისაუბრებ, თუნდაც ყველაზე ვიწრო წრეში, რაც ჩვენ გვახასიათებს, უბრალოდ თუნდაც პოლიტიკასთან მიმართებაში და აგერ ახლა ბოლო მაგალითი იყო ძალიან საინტერესო 90%-ს ვინც ამაზე წერდა არ ქონდა ნანახი მხედველობაში მაქვს რობერტ სტურუას ხო რომ არ მაქვს ნანახი მე ამაზე როგორ უნდა ვილაპარაკო როცა მოსმენ როგორ უნდა ვილაპარაკო იგივე დაუშვათ არ მოგწონს რაღაცა ხელისუფლების მაგრამ არ ვფლობთ ინფორმაციას რა ბერკეტები შეიძლება ყოფილიყო მათ წინააღმდეგ დაუშვათ რა პირობებში ჩააყენეს როგორ პრესში გაატარეს
აი როცა ამაზე არ ვიცი, მე ამაზე არ ვილაპარაკე, ამაზე შემიძლია უბრალოდ ექსპერტთან გავაგზავნო ჟურნალისტი და დავაბარო კითხვები რა, რომ აი დაახლოებით ვერსიები მითხრას, დაახლოებით მითხრას როგორ შეიძლება განვითარდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მისი ნათქვამიც არ იქნება ჭეშმარიტების რაღაც უკანასკნელი ინსტანციის მიერ გაზიარებული ინფორმაცია. მე ხა არ ვიცი რამდენად დალაგებულად ვილაპარაკე, მე ხა არ ვიცი მაყურებელი როგორ აღიქვავს, თუ მიხვდება რისი თქმა მინდოდა, მაგრამ უბრალოდ აქ თვითონ საზოგადოებამ და განსაკუთრებით ჩვენ ჟურნალისტებმა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს იქნება ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკა, ეს იქნება ოპოზიციის მიმართ, ეს იქნება ისევ ერთმანეთის მიმართ გამოთქმული კრიტიკა, იმიტომ რომ რაც ჩვენში არის, ეს მე არ ვიცი, ეს ფსევდოკოლეგიალობა, რომ ეხა ჟურნალისტია და არ გავაკრიტიკებ. აი მერწმუნეთ, ვინც დღეს ჟურნალისტი ქვია, ვისაც დღეს ჟურნალისტი ქვია, 99% მე ჟურნალისტად ვერ აღვიქვავ. განსაკუთრებით მათ, რომლებიც დავუშვათ ტელევიზიაში მიკროფონის დამჭერებად მუშაობენ, რომლებიც პროდიუსერი დაუწეს, გააგზავნის კითხვებს დაუსვას და იმ პროდიუსერსაც რა ინტერესები აქვს, იმიტომ რომ არის გამომცემელი, არის მედიამფლობელი, მედიას არ ქმნიან უბრალოდ იმისთვის, რომ მე როგორც ახლა დავუშვათ, სტარად იქნა ახმული, რომ ჟურნალისტის უკარნახებ და ჟურნალისტის საქმეში ჩაერევი. მე მედიას საშუალებას როცა ქმნი, აქ შეიძლება იყოს ორი მიზეზი შეიძლება მქონდეს და ორი დავუშვათ мотивация რა ერთი რომ ფული ვიშოვო და მეორე რაღაცნაირად ეგეთი გავჩნდი ამ ქვეყანაზე რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა მაქვს და მინდა რაღაცნაირად საზოგადოებას დავეხმარო. ეხლა თუ დავუშვათ მედიამფლობელი არის ბიზნესმენი, ის უამრავი რამის მკადრებელია, შენ თუ უკმაყოფილო ხარ დაწერე განცხადება წადი. თუ ის მედიას საშუალება იმისთვის არსებობს, რომ რაღაცა პატრიოტული განცდები და გზნობები გააჩნია მედიამფლობელს, მაშინ მიიღები ბოლომდე და როგორც წესი, ეგეთ მედიას საშუალებებში ფული ნაკლებად ტრიალებს. არც არის. ხო ასეა, არც არის ხოლმე ფული ამ შემთხვევაში რა და თუ რამით უნდა დავიწყოთ ისევ და ისევ ყველამ საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ, უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ ის წილისწამების წინააღმდეგ კანონი, რომელიც მიიღეს, სასწრაფოდ ამოქმედდეს, იმიტომ რომ როცა ამაზე ვსაუბრობ, მე ხა დავამთავრებ ნელ-ნელა, როცა ამაზე ვსაუბრობ, მე აუცილებლად მახსენდება ხოლმე მარტივი მაგალითი, ცხოვრება ესეც რთულია და არ მიყვარს ხოლმე ქართულად, მარტივი მაგალითი ვეკითხები ხოლმე, აი რომ იტყვიან ხოლმე, ნახე რა მოხდა რა იქან თავარი არხი გაავრცელებს ამ ფორმულან ეგეთები და კითხვას შეუტრიალებ ხოლმე ორსართულიანი მატარებელი გვირაბში რო გაიჭერდა გამოათრიეს ბოლო გამიგეთ ეს ხო საზოგადოებამ დაიჯერა თავის დროზე ეს 3-4 დღე ხო ჯეროდათ ის ჯეროდათ რა რომ ხელისუფლება თუ კონკრეტული ჩინოვნიკია რომელსაც ჩვეულებრივი რულეტკა უნდა ქონდეს ვერ მოიფიქრა იმდენი რომ მისულიყო გვირაბი გაეზომა და ამის მიხედვით შეეკვეთა შემდეგ რომელი მატარებელი უნდა ჩამოსულიყო გონი შვეიცარიაში იყიდეს ხო სწორია რატო დაიჯერეს ადამიანებმა რომ ეგეთი რაღაც შეიძლება მოხდარიყო მე გეტყვით რატომაც დაიჯერეს იმიტომ რომ ყველა საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა აქვს და დაბალი წარმოდგენა აქვს სხვებზე